თქვენთან გამოგვიშვა თქვენმა მეზობლებმა. ჩვენო ჭკუ არ გვეკითხებაო და მაგერო მასწავლებელი ხალხია და წადით იმათთან. და მოვედით ასე აღმოვშთით თქვენი ლეღვის ქვეშ. ვინ ბრძანდებით, რა ბრძანდებით, რას აკეთებთ? პედაგოგები ვართ. ლამაზი რომაა თქვენი ეზო და მოვლილი, ეს უკვე ვნახეთ. საყვარლები რომ ბრძანდებით, ეგეც უკვე გავიგეთ. დიდი მადლობა. გამოპრანჭულები და კულტურულები რომ ბრძანდებით, მაგიც ვნახეთ. დანარჩენი თქვენ გვიამბეთ, სად ვართ, რა სოფელში ვართ? ნოღარის, აკაკეშანიძის სოფელი. ეს არის ადგილობრივი ნათელა. რა გვარი ბრძანდებით? მიგინეიშვილი ვარ მე. და თქვენ მოსული ბრძანდები? კი. მე ვარ ქუთაისიდან. ქუთაისიდან. ჩამოვედი 68 წელში და მე რა ვიცი რატომ ალბათ მეხვდებით რა ვიცი მე შემეყვარდა ეს სოფელი. და ღმერთ ლოცავ რომ ამ სოფელში მომახვედე. მე ძალიან ხშირად ლოცავ მე სატარგზელოს ამბობ იქამდე. იმიტომ რომ აქ ისეთი ხალხი ცხოვრობს და ისეთი სიამოვნება მაქვს მიღებული ჩემ ცხოვრებაში, მე ჩემ ცხოვრებას ვამბობ რომ ბედნიერი ვარ რომ მე ამ სოფელში მოხვდი. ცოტა მოგვიყევით ნოღაზე მოგვიყევით ცოტა. ნოღაზე ამის სპეციალისტი და თბილისში დადიოდა ამ გამორკვევებზე და წიგნიცაა გამოწვეული. რა გამოარკვიეთ მოგვიყევით ნოღა რა სოფელია? ნოღა მე რომ ჩავყევი ახლა მეცნიერულად ვიმუშავე წიგნებზე. დაახლოებით მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს. ნოღა ან სახელწოდებით. და ნოღა აკაკეშანიძე განმარტავს რომ ნოღა იყო სავაჭრო ადგილიო. დინარე ხევისწყალა ჩადის აქ. აი ამ დინარე ხევისწყალის ადგილას ძალიან ნოყიერი მიწებია. მოსავალის თავისთავად კარგი მოდიოდა და გასაყიდზიც ბევრი ქონდათ ალბათ ადგილობრივი. რას ვაჭრობდე? სოფლის მეურნეობა. სოფლის პროდუქტი. ხო, სოფლის პროდუქტები. მოსამხარი მხარეცაა, სამტრედია აქვეა. კი, სამტრედია აქვეა. ნოღელებს ცოტა საყვედრობენ გურულები, როცა უნდა იმერლობენო და როცა უნდა გურულობენო, ხომ ასე? ჩვენ გურულებას მიგვაჩნია ჩვენთან. გურულობ. თვითონ აკაკეშანიძეც ამბობს რომ დავიბადე გურიაში სოფელ ნოღაში. ასე წერს. კი. აკაკი დიდი ამბავია ჩვენთვის გურულების. დიდი ნოღელი ყავს. ამაზე დიდი ნოღელი ჩვენ არ გვყავს. ნოღელი კი არა ქართველი რა ძმონი. თქმა უნდა, ახლა მე სოფლიდან გამომდინარე ვარ. აგერ ახლა სოფელში ცხოვრობს ფილიმონ ქორიძე. ფილიმონ ქორიძე კი ბატონო. ალექსანდრე შანიძე. ალექსანდრე შანიძე. კიდე ვინ იყო? ლუარსაბ ბოცვაძე. ნოღელია ამ გაღმაუბანში ცხოვრობდა. მართლა? კი. რა რით ცხოვრობს აქ ხალხი? რა ახლა რაფერა? ნუ ახლა ჩვენ პედაგოგები ვარ და დაყევებული ვართ სკოლაში. გამოივლიდით სკოლას, კი. და სკოლაში ვართ ორივე. რამდენი წელია სკოლაში რაც ხართ? თქვენ ბრძანეთ 65 წელია მასწავლებელი. 68 წლიდან ესე იგი 63 წელი სტაჟი მაქვს საერთოდ სამეგრელოში თვითონ ნამუშევარ ქუთაისში. მე რა აქ წამოვედი, ისე რომ არ დავფიქრებულ ვარ რაღაცამ რომ თქვა წამო ნოღაში არის მეკითხე რა, ალბათ ბედი რომ არ ნახობს რომ მას და მომეყვანა ბედთან აგრე, ეს ჩემი ნამოწაფარია. ლამაზი მოწაფეები ყოლია თქვენ ნოღაში. ხო, და 69 კლასში იყო მე რომ მოვედი. 52 წელი ერთად დავდივარ სკოლაში. დედა რა კაია. 52 წელი. მიუხედავად ასაკისა, ჯერაც მოქმედი პედაგოგები ვართ. მე ქართული სპეციალისტი ვარ, ეს მათემატიკია. და აღებული გვაქვს მონოპოლია. რა კაია, მთავარი ორი მთავარი. ჩემი მასწავლებლებიც ნინიძეები, კუკური ნინიძე და ნათელა ჯაველიძე წვილი იყო და ერთი ქართულის და ერთი მათემატიკის. ისინიც ასე წვილად დადიოდნენ მახსოვს. ნაჩხუბარი რომ იყვნენ, კუკური წინ მოდიოდა და ნათელა უკან. კუკური რომ გაჩერდებოდა ვინმეს მიესალმებოდა და იგით ჩერდებოდა. ამ ფერიც იყო. რაფერა ახლა სკოლაში ბავშვები? რაოდენობა ჩვენ სკოლებში ცოტაა. ბავშვთა რაოდენობა ძალიან შეგვიმცირდა. ჩვენ მიჩეული ვიყავით, პარალელური კლასები გვყავდა. ხო. მესამე საფეხურზე მაინც და ახლა ორ პარალელურ კლასში რომ იყო იმდენი ბავშვი ყავს ახლა საერთოდ სკოლაში. 50. ამასაშვები ბავშვები იყო 50, 45. ახლა სულ 50 ბავშვია. წელს ორი პირველ კლასელი ყავს მისაღები. თეთა. სხვანაირი საქართველოს სხვანაირი ხალხია. ისე თვისებები აქვს, როგორც ილიამ დაგვადო, დაღად, ტრის ვერ ცნობი მოყვის მგმობი. აი ეს ხალხი ვარ და ხალხი ახლა ვერატყობს რა ყველაზე დიდი ბროტება ჩაიდინა 90 წლიდან შემოსულმა სხვადასხვა ქვეყნებმა. მარაბის ბრძოლა რო იყო იქიდან მახსოვს. გიორგი სააკაძემ თქვა არ ჩავიდეს სიცხე და ქართველი კაცი ცოდვაო ველზეო დაგვამარცხებენო მაგენი.
და გლეხიო განსაკუთრებით ვერ გავუძლებთ ცხენები არ ყავთ. და აქ შემოვიტყოთ და არ დაუჯერა თეიმურაზმა და იმერმა ჩავიდა და დაგვემართა მარაბდაში მაშინ თქვა თვალთები მუხრან ბატონმა რა გლეხი წახდეს საქართველოს დაიცეს აი მტერმა რაც შემოსვლიდან გავიკეთა ყველაზე საშინელი ის რომ შესანიშნავი სოფლები რაც საბჭოთა კავშირში იყო მარტო ჩვენთან არა სოფელს ჰქონდა სოფლის სახე აი ეს სოფელი დაგვინგრია და მოგვისკო ცხოვრება საერთოდ ძნელია, მაგრამ სწორად ცხოვრება კიდევ უფრო ძნელი. რა ვქნათ? სწორად რო ვიცხოვროთ, რა ვქნათ? რა ფერჯობია? ადამიანი ისეთია თვითონ რო კაი კაცი არც იცის. ბუნებას ატყდა. მე მგონი კაი მარიცის, თორე გლახა მიცის. ხო, გლახას კაი გონიათა. ხო და კაი ადამიანი რომ კაია საზოგადოება იტყვის ამას. სოფელი არის რაფერიცით რაც ხარ. ზუსტად იმას სახელსაც შეგარქმევ და ისე გაფას. კი, რაფერა იცი, როდესაც კაი ხარ, იმ გლახამაცის რომ კაი ხარ და თვითონ რო თავი არ გაილანძო, შენ კარგად გესალმები. თავი გამოყავს. გამოყავს. ხო. რაფერ შეგაყვარათ თავი? რა აქნა, რა მეიმოქმედა? ფიზიკურად კარგი ბიჭი იყო. ნიჭიერი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მოხდა ჩვენი დაახლოება. სინამდვილეში როგორ ვიცი? მაგია საინტერესო სინამდვილეში. დავახლოვდით აბარებდა უმაღლეს სასწავლებელში. და ქუთაისში რო ჩამოვიდა, ხო ხდებოდით. ასაგებად ხადერ მოგოთ, მოწ არ გვიფიქრე ახლა მე ცოლებად მართლა რო გითხრა. და იქ დაჭირდა წიგნები რაღაცები და ჩემი დეიდაშვილები ემზადებოდნენ ზუსტად ამის ხნის. გავაცანი ორივე იგენ წევიყვანი და გენ დაგეხმარებიან მე უთხარი და იქით ჩემო ჯახში წიგნებზე ისტორიის წიგნი რაღაცები რო დაჭირდებოდა რამდენჯერმე მამაჩემაც გაიჩნო. დედაჩემ მოვიდა ეტყოდა ეჩურჩულება მამაჩემს რაღაცას. რაშია საქმე რაშია? მე ვერ გავიგე ხარ რაშია. მე გავიგე თურმე ეუბნება. დედაჩემი გრიშა დაუკვირდი იმ გოგოს რა კაიაო. დაუკვირდი იცოდი არ გოგუშვა ხელი და ხო შეაგულიანეთ პრობლემა არ მომწონდაო მაგას ხო არ დავმალა ახლა რა აქვს მოუწონარი და მაშინ იქნებოდა ლამაზი ო მაშინ მაგას სურათ რო განახა გაგიკვირდება ტრაფერ გამოყვანენ ახლაც ჩანს ეგ ამბავი ხო და კარგია თქვენთან ყოფნა თქვენი ლეღვის ძირში სასიამოვნოა გამიხარდა თქვენი გაცნობა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ თქვენი შვილები გაგიმრავლოთ და კარგად გამყოფოთ გამჩენილ ასე ვერ გაგიშვებთ ახლა რასი ზამთ ყავას მოგართმევთ არა როგორ გეკადრებთ არა როგორ გეკადრებთ არა მაგ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ხალხის დალებ მაგ ხალხს არა აქვს უფლება მაგენი მონები არის